მოგესალმებით, ეთერშია გურიის ახალი ამბები სტუდიაში თქვენთვის ნინო ვაშალომიძე მუშაობს. ოზურგეთში 55 წლის მამაკაცი საკუთარ ავტომობილში ააფეთქეს. ამ დროისთვის დაზარალებულის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და სამედიცინო კლინიკაში გადის მკურნალობას. როგორც ცნობილია, ის ახლობლის ქელეხიდან გამოსული ავტომანქანაში ჩაჯდა, რა დროსაც ავტომობილი აფეთქდა. სვიეთ ჯინჭარაძე ადგილობრივ კლინიკაში გადაიყვანეს. მას კიდურების ძვლები ჰქონდა დაზიანებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე საქმე აღძრულია 119 და 108 მუხლებით და მიმდინარეობს გამოძიება. სოფელ მშვიდობაურის მოსახლეობა, როგორც სოფლებთან დამაკავშირებელი, ასევე შიდა გზების მოწესრიგებას ითხოვს. ამ მიზნით ადგილობრივები ოზურგეთის მერს შეხვდნენ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მშვიდობაურის მოსახლეობა მერიასთან შეიკრიბა და გზის მოწესრიგება მოითხოვა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, სოფელში პრობლემურია როგორც ძირითადი, ისე შიდა გზები და ამ საკითხის მოგვარებას უკვე დიდი ხანია ითხოვენ. შეკრებილ მოსახლეობასთან მცირეხნიანი საუბარი ჰქონდა ოზურგეთის მერს პაატა კუნჭულიას. როგორც მერმა განაცხადა, აღნიშნული საკითხით მალე დაინტერესდება და 24 თებერვალს სოფელში ავა, სადაც გზის პრობლემას ადგილობრივებთან ერთად დეტალურად განიხილავს. გზა არ გვაქვს სოფელში მშვიდობაურში. ძალიან ცუდი გზებია და არანაირად არც სასწრაფო ვერც ყველას უჭირს მოსვლა ჩვენთან. არც შიდა გზები არის და არც ძირითადი გზები საშინელია. მოდით გვესტუმრეთ, ნახეთ როგორი მდგომარეობა. ცენტრალური გზა არის ავარიულ მდგომარეობაში, ძალიან მძიმე მდგომარეობაში. იმ გზის რეაბილიტაცია გვინდა და გაკეთება გვინდა. შარშან დაპროექტა ეს გზა და წელს უნდა გახორციელდეს ალბათ. ალბათ კი არა, უნდა ყველა მიზეზის გარეშე, იმიტომ რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტმაც ვარი თქვა უკვე სიარულზე, ისეთი გზებია. და ყველას მარშრუტკა კი არ ყავს, და ყველას მისი მანქანა ხო არ ყავს, არა ხალხი წვალოს. როგორც იცი, პატარა კომუნიკაცია გქონდათ, ხო? კი, გქონდა, მე რა დაუკვირდა, რა ვიცი, ამოვარო 24-ში და უფრო ძირითადად მე მაგ თემაზე დავილაპარაკოთ და ველოდები და მოვა ალბათ არ მოგვატყვილებს. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო. ოზურგეთის მერი პაატა კუნჭულია მერის და მერიის წარმომადგენლებთან ერთად დაბა ლაითურისა და დაბა ნარუჯის მოსახლეობა შეხვდა. ადგილობრივებმა კი პრიორიტეტად შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია დაასახელეს. პროგრამის ფარგლებში რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტისთვის 1,86,000 ლარია გამოყოფილი. საჭიროების მიხედვით კი ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებას ადგილობრივი ბიუჯეტის თანხებიც დაემატება. სამართალდამცავებმა ბოლო 48 საათის განმავლობაში ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილე 97 პირი, მათ შორის ნარკორეალიზაციისა და ნარკოდანაშაულებრივ საქმეში ჩართული 91 ადამიანი დააკავეს. ჩატარებული საპოლიციო მოქმედებებთან დაკავშირებით დილიდან ისაუბრა შინაგან საქმეთა მინისტრმა. დანაშაულებმა ნარკორეალიზატორების გამოვლენის მიზნით რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა, რითაც დაკავებული პირების დანაშაულებრივი ქმედება დასტურდება. ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის ჰეროინი, კოკაინი, ალფა-პვპ, ბუპრენორფინი და სხვა. ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასობებისა და კულტივირებისთვის საჭირო მასალები. დაკავებულთა შორისაა ლატვიის მოქალაქეც, რომელიც ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დავაკავეთ. ის საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით 9 კილოგრამზე მეტი კოკაინის შემოტანას ცდილობდა. პოლიციელებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე თბილისში ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში აღმოაჩინეს ნარკოლაბორატორია, სადაც ნარკოტიკულ საშუალებებს კუსტარულად ამზადებდნენ. ასევე დაკავებულია 16 პირი, რომელთა პირადი საცხოვრებელი სახლების დამხმარე სათავსოებისა და ავტომანქანების ცხრეკის შედეგად ამოღებულია ათეულობით ცეხსასროლი და ავტომატური ცეხსასროლი იარაღი და ხელყუმბარები. კოლცენტრების საქმეზე ჟურნალისტი ელისო კილაძე დააკავეს. აღნიშნულის შესახებ დღეს ინფორმაცია პროკურატურამ გაავრცელა. კოლცენტრების საქმეზე 10 პირს, მათ შორის ელისო კილაძესა და ოთარ ფარცხალაძეს ბრალი წარედგინათ. ელისო კილაძე დაკავებულია როგორც ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი.
პროკურატურისთვე განცხადებით, ბრალდება დაუსწრებლივ წარედგინათ მიმალვაში მყოფ საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძესა და მისი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს დავით მიქაძეს, ირაკლი სეხნიაშვილსა და მიხეილ ჩოხელს. ხოლო ბრალდების დადგენილება პირადად გაეცნობა სხვა სისხლის სამართლის საქმეზე, სახსჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებულ გიორგი მიქაძეს. ბრალდების დადგენილება ასევე წარედგინებათ ჯგუფის სხვა წევრებს. მოწმეთა ჩვენებებით აღნიშნული კოლ-ცენტრების დიდი უმრავლესობა ეკუთვნოდა პირთა ჯგუფს, რომლებიც მიღებული შემოსავლებიდან სხვადასხვა ოპოზიციურ მედია საშუალებას აფინანსებდა. ხოლო კოლ-ცენტრების შედარებით მცირე ნაწილის მფარველობას გრიგოლ ლილუაშვილი და ოთარ ფარცხალაძე მათი უახლოესი გარემოცვის წევრების მეშვეობით ახორციელებდნენ. 2020-2023 წლებში საქართველოში ოთარ ფარცხალაძის მფარველობით ფუნქციონირებდა შეთანხმებულად მოქმედი სტრუქტურული ფორმის მქონე ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომლის მიზანს მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღება და შემდგომში ფულის გათეთრება წარმოადგენდა. ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა საქართველოში დააფუძნეს რამდენიმე იურიდიული პირი, რომელთა ბაზაზეც თბილისში სხვადასხვა ლოკაციებზე მოაწყვეს თაღლითური კოლ-ცენტრები. გივი ჯიბლაძე, ბენ ანორი, თორნიკე ჯანელიძე და გიორგი კამლაძე უზრუნველყოფდნენ კოლ-ცენტრის გამართულ ფუნქციონირებას, იღებდნენ გადაწყვეტილებებს კოლ-ცენტრის გაფართოების ან ადგილმდებარეობის ცვლილებასთან დაკავშირებით, ახორციელებდნენ საქმიან პროცესზე აქტიურ ზედამხედველობას. ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრები გიორგი მიქაძე, დავით მიქაძე, ირაკლი სეხნიაშვილი და მიხეილ ჩოხელი ოთარ ფარცხალაძისა და მისი გავლენების მეშვეობით უზრუნველყოფდნენ კოლ-ცენტრის დანაშაულებრივი საქმიანობის მფარველობას. კოლ-ცენტრის საქმიანობის გამოაშკარავების ან ასეთი რისკის არსებობის შემთხვევაში სათანადო ინფორმაციის სხვადასხვა მედია პლატფორმაზე გავრცელებით ელისო კილაძე უზრუნველყოფდა დანაშაულებრივი საქმიანობის კანონიერად წარმოჩენას. ამავდროულად იმ კონკურენტი კოლ-ცენტრების მხილების მიზნით, რომლებიც არ იყვნენ მათი გავლენის ქვეშ მოქცეულები, ელისო კილაძის მიერ ხდებოდა მათი ადგილმდებარეობის და თანამშრომლების თაობაზე ინფორმაციის საჯაროდ გავრცელების დაგეგმვა, გავრცელების მუქარა თუ გავრცელება და შემდგომში მათი შანტაჟის გზით განმობირებისათვის სათანადო პირობების შექმნა. 2022-2023 წლებში დანაშაულებრივი საქმიანობის ფარგლებში ორგანიზებული ჯგუფის წევრები მოტყუებით დაეუფლნენ უცხო ქვეყნის 200-ზე მეტი მოქალაქის კუთვნილ დაახლოებით 9.5 მილიონი ამერიკული დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტას. ოთარ ფარცხალაძის, გიორგი მიქაძის, დავით მიქაძის, ირაკლი სეხნიაშვილის, მიხეილ ჩოხელის, ელისო კილაძის, გივი ჯიბლაძის, ბენ ანორის, თორნიკე ჯანელიძის და გიორგი კამლაძის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180 და 194 მუხლებით გამოტანილი ბრალდება საჯელის სახე და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ოზურგეთის ნომერ 2 საჯარო სკოლაში მოსწავლის მარიამ კილაძის პერსონალური გამოფენა გაიმართა. ნომერ 2 საჯარო სკოლის დერეფანი გუშინ განსაკუთრებულად ფერადი იყო. მშობლიურმა სკოლამ 11 წლის მარიამ კილაძის პერსონალურ გამოფენას მე მიყვარს ფიროსმანი უმასპინძლა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მარიამის მიერ შექმნილი რეპროდუქციული ნამუშევრები, რომელიც დიდი ქართველი მხატვრის სიყვარულით იყო შთაგონებული. თითოეულ ნახატში იგრძნობოდა ბავშვური გულწრფელობა, ფერთა თავისუფლება და სამყაროს საკუთარი ხედვა. როგორც გვითხრა, მარიამს ხატვა ღრმა ბავშვობიდან შეუძლია, თუმცა საკუთარ ნიჭზე საუბარი არ უყვარს. სამაგიეროდ უყვარს ხატვა და ფიროსმანი, რომელზედაც მთელი გრძნობით საუბრობს. მე ძალიან მიყვარს ხატვა და ფიროსმანი. მე მიყვარს ფიროსმანი, იმიტომ რომ პირველ რიგში ის ქართველი იყო. თვით ნასწავლდა სიკვდილის შემდეგ აღიარეს და მისი ნახატები ძალიან მომწონს, ბუნებრივი და ლამაზია. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თითქმის მე ყოველთვის ხატავ. ყოველ დღე რა, ძალიან მიყვარს ხატვა. დღევანდელ დღე ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, ძალიან კმაყოფილი დავრჩი ჩემ ნამუშევრებით და ძალიან მიხარია. 11 წლის გოგოს შესაძლებლობები ხატვის მასწავლებელმა ნინო კეჭაღმაძემ შენიშნა, რომელმაც მარიამის ნამუშევრებში განსაკუთრებული ხედვა და შრომის მოყვარეობა დაინახა. სწორედ მისი ინიციატივით მოეწყო სკოლაში პერსონალური გამოფენა, რომელმაც პატარა მხატვარს საკუთარი შემოქმედების გაზიარების შესაძლებლობა მისცა.
მარიამი, როგორც ხედავთ, არის ძალიან მოკრძალებული ბავშვი, მაგრამ მე მოტივირებული ვარ აღმოვაჩინო ყველა ნიჭიერი ბავშვი. ეს გამოფენა მიეძღვნა, რა თქმა უნდა, ფიროსმანის პოპულარიზაციას და არა მარტო ფიროსმანს ხატავს მარიამი. პლენერზე ძალიან კარგად გამოსდის ნამუშევრები, ყველანაირ ჟანრში მუშაობს და ძალიან მალე დარწმუნებული ვარ, სხვა ჟანრებშიც მოგვაწვდის ნამუშევრებს და ძალიან მისიამოვნებთ. მე წარმატებას ვუსურვებ და მიხარია, რომ მყავს ასეთი ბავშვი. მარიამის მეგობრებმა გვითხრეს, რომ მისი ნიჭი მათთვის სასიამოვნო აღმოჩენა გახდა. შვიდი და მოგრძალებული მარიამი კი სხვაგვარად დაინახეს. ძალიან ბედნიერი ვარ, მიხარო რომ მისი კასერი და გამოფენა ძალიან მომეწონა. ძალიან მომეწონა ეს ნახატი ყველაზე მეტად და მარიამს უსურვებ წარმატებას და იყოს ძალიან კარგი მხატვარი. მე ძალიან მომეწონა მარიამის გამოფენა, არის ძალიან კარგი ნახატები და მას უსურვებ წარმატებას ყველაფერში. მე ვარ მარიამ კელაძის კლასელი. ძალიან კარგად ხატავს, კარგად სწავლობს და არც ვიცოდი ესე კარგად თუ ხატავდა და დღეს ქონდა მას გამოფენა და ძალიან კარგი ნახატები აქვს გამოფენილი და სიამოვნებით დავათვალიერე. მე ძალიან მომეწონა მარიამის ნახატები და სულ მინდა რომ კარგად ხატოს და უსურვებ წარმატებას. ძალიან მომეწონა ჩემი კლასელის გამოფენა, ძალიან კარგად ხატავს, არც ვიცოდი და ძალიან მომეწონა. გამოფენას ესწრებოდა სკოლის დირექტორიც, რომელმაც აღნიშნა, რომ მსგავსი ღონისძიებები ბავშვებს მოტივაციას აძლევს, რომ საკუთარი შესაძლებლობები განავითარონ. ხელათ უნდა გითხრათ, რომ ჩვენი სკოლის საფუძველი ხელოვნების მასწავლებლების კრეატიული მიდგომით, ბავშვებისათვის ამ საკითხის უზომო სიყვარულით, ნიჭიერი ბავშვების გამოკვეთით და სხვადასხვა გამოფენების მოწყობით მართლა განებივრებულები ვართ. მაგრამ დღევანდელი გამოფენა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ძალიან მიხარია, იმდენად მიხარია, რომ ეს ამ ბავშვის საკუთარი თვალით დანახული ფიროსმანის შემოქმედება აი მართლაც ჩემთვის არ ვიცი, რამდენად სამბეჭდავია. წარმატებებს უსურვებ მარიამს თავის პედაგოგთან ერთად და კიდევ მრავალჯერ გვეხილოს მისი გამოფენა პერსონალური ჩვენი. 16 თებერვალი მარიამისთვის მნიშვნელოვანი დღე და ნაბიჯი იყო. მისი პირველი პერსონალური გამოფენა შედგა, რომელმაც აჩვენა, რომ შრომა, მხარდაჭერა და საქმის სიყვარული დიდ შედეგს იძლევა. ეს გახდა ჩემ ხელთ არსებული ბოლო ინფორმაცია. მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.